მოგესალმებით ძვირფასებო, დიდება ჩვენს უფალს. ეს არის დღე, რომელიც შექმნა უფალმა. დაინახა წინასწარეს დღე, რომ მოვიდოდით მის მსახურებაზე, განვადიდებდით მის სახელს, ვიქნებოდით მის სიტყვაში და გაიხარა ამ დღით და ჩვენ შეგვიძლია მასთან ერთად გავიხაროთ ამ დღით. დიდება ჩვენს უფალს. ფსალმუნებში დაწერილია კურთხეული არის ჩვენი ღმერთი, დღითი დღეს ზრუნავს ჩვენზე. ანუ ყოველ დღეს ზრუნავს ჩვენზე. და ასევე დაწერილი არის, რომ დაიბანაკებს უფლის ანგელოზი. მის მოშიშთა ირგვლივ, ანუ ჩვენს ირგვლივ და დაგვიცავს ყოველი მახისაგან, რა მახეც არ უნდა კონდეს ბოროტს გამზადებული. მისი ანგელოზი გვიცავს ყოველი მახისაგან დაბანაკებული ჩვენს ირგვლივ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არ არის სახელმწიფო დაცვის წევრი ან რომელიღაცა ჯარის წევრი. უფლის ანგელოზი, რომელზეც შეუძლია ბოროტი დაამარცხოს და შეარწყვინოს. დიდება ჩვენს უფალს. მე მინდა ვთქვა, ვინ ჩვენ გვისმენს, ჩვენ YouTube-ს უყურებს, ჩვენს Facebook-ს უყურებს და მოსწონს ჩვენი სწავლება და ჩვენი მსახურება, ჩვენი სიტყვა უფლის წინაშე. მინდა ვთქვა, მინდა მათ უთხრა ამ ადამიანებს, რომ დაწერილია იესო ამბობს, ვინც თქვენ გღებულობთ, მე მღებულობსო დაწერილია და ვინც მე მღებულობსო, ჩემს მამას ღებულობს, ჩემს მომავლინებელს. ამიტომ ვინ ჩვენ გვისმენს და იღებს ამ სიტყვას და მოსწონს უნდა იცოდეს, რომ ჩვენ არ გვღებულობს როგორც ერთ-ერთ ეკლესიას, ღებულობს იესო ქრისტეს და მის მომავლინებელს და უნდა გაიხაროს ამით. დიდება ჩვენს უფალს, დიდება ჩვენს მამას. დღეს რაც მინდა ვთქვა, რამოდენიმე მუხლი არის, 3-4 მუხლია. ერთ-ერთი რითაც მინდა დავიწყოთ ძვირფასებო, ეს არის უფლის გამოცდა. უფლის გამოცდაზე მინდა ვისაუბრო, რა არის უფლის გამოცდა და როგორ ვერ ვიგებდი ამას და როგორ გამომიცხადა ღმერთმა. მეც იცით, რასაც სულში გრძნობ, ყოველთვის ვერ გადმოსცემ ზუსტად და ძალიან მინდა რომ ზუსტად გადმოვცე ეს რაღაცა და უფალი დამეხმაროს, რომ თქვენს სულებამდე მოვიდეს ის, რასაც მე ვგრძნობ ამ მუხლის გამოცხადებით. მეორე რჯულის 6:16-ში არის დაწერილი, არ გამოსცადო უფალი შენი ღმერთი, შენ ღმერთზეა ლაპარაკი, როგორც მასაში გამოსცადე. ფსალმუნების 78-ის 40 და 41-ში წერია. რამდენჯერ გაჯიუტდნენ უდაბნოში, განარისხეს უკაცრიელ ადგილას, კვლავაც ცდიდნენ უფალს და ტკივილს აყენებდნენ ისრაელის წმინდას. ამ მუხლებს, როდესაც ვკითხულობ და ეხაც როდესაც ვკითხულობ, გარკვეული შიში სიწვევ და სიფრთხილეს ეს მუხლები ჩემში, რომ ჩემ დაუნებურად არ გამომეცადა უფალი, რაღაც ისეთი არ გამეკეთებინა, არ გავაბრაზო ღმერთი, ისე არ მოვიქცე რომ უფალს არ ესიამოვნოს, არ გამომეცადოს ჩემ დაუნებურად უფალი და რაღაც ამ მუხლების სწრაფად გავლა მიწევდა ხოლმე, ისე რომ არ მეფიქრა ბევრი. მაგრამ მათეს სახარებას ვკითხულობდი ბოლოს და მათეს 4:7-ში წერია ასეთი რამე. 3 გამოცდა არის. თქვენ იცით, სულმა გამოსცა და როცა მოინათლა იესო, ამის მერე სულმა წაიყვანა იგი უდაბნოში გამოსაცდელად. და ერთ-ერთი გამოცდა არის აქედან, მეორე გამოცდა. ის მათეს 4:7-ში ბოდიშით 4:7-ში წერია. როდესაც უთხრა ბოროტმა, ეს არის მეორე გამოცდა, ეუბნება ბოროტი, აიყვანა ტაძრის ქიმზე და ეუბნება, გადახტიო აქედანო, ვინაიდან დაწერილიაო, რომ ანგელოზებიო, ხელში აყვანილს გატარებენო, რომ ფეხი არ წამოკრავო ქვაზეო. მაგრამ იესომ უპასუხა, ასევე დაწერილია, არ გამოსცადო უფალი ღმერთი შენი, დიდება ჩვენს უფალს და მომივიდა სულში გამოცხადება და როდესაც რაღაცა გამოცხადება გაქვს სულში, ჩვენი უფალი არის მე იგავე უფალი, იგავებით გიხსნის ბევრ რამეს და რომ მივიღე ამის გამოცხადება ამ მუხლისა, მომეცა ეგრევე იგავი და გეტყვით რა არის ეს იგავი. ესე ავხსნე ამ გამოცხადებას. ჩვენ ზოგი მამა ვართ, ზოგს მამა გვყავს, ზოგს აღარ გვყავს, მაგრამ ზოგადად ყველას გვაქვს მშობლებთან ურთიერთობის გამოცდილება, ყველას გვაქვს. ზოგს კარგი მამა ყავს, ზოგს ძალიან კარგი, ზოგს საუკეთესო.
მაგრამ როდესაც ჩვენ გვაქვს ჩვენს მამასთან ურთიერთობა და ვართ მის ოჯახში, ვიბადებით ჩვენი მშობლების ოჯახში, ვიზრდებით იქ, უყალიბდებით ისე მეტნაკლებად როგორიც არის ის ოჯახი და ეს იგავი რაც იყო მამაშვილობის შესახებ, ის არის ის იგავი, რომ არასდროს მამაჩემთან ურთიერთობის პერიოდში გამაბრაზებდა ის თუ არ გამაბრაზებდა, ან მე გავაბრაზებდი თუ არ გავაბრაზებდი, არასდროს არ მომსვლია თავში, რომ მამაჩემი გამომეცადა. არასდროს აბსოლუტურად გამორიცხულია, რომ აბსოლუტურად რომ ცუდად მოქცეულიყო, სულ ისეთი რაღაც რო გაეკეთებინა, არ მომივიდოდა არასდროს თავში ის, რომ ეხლა მე მამაჩემს გამოვცდი. აბა რაღაცას ისეთს გავაკეთებ, რისი გამოსწორებაც მას შეუძლია და ნახოთ ერთი მამაჩემი თუ გამომისწორებს ამ სიტუაციიდან თუ გამომიყვანს და მივხვდი რას ნიშნავს ეს, რომ არ გამოსცადო უფალი შენი ღმერთი. იცით რატომ არ უნდა გამოვცადოთ უფალი? განა იმიტომ რომ სწავლებაა ასეთი. ან იმიტომ რომ თუ გამოვცდით ცოდვა იქნება ჩვენზე და ამის მონანება დაგვჭირდება. არ გამოსცადო უფალი შენი ღმერთი, რადგან მას არ სჭირდება გამოცდა. კი არ უნდა გამოსცადო უფალი შენი მამა, უნდა ენდო მას. თუ შენ ისევ გასცდი შენ მამას, პრობლემა გაქვს რწმენაში. ჩვენს ბიოლოგიურ მამას რატომ არ ვცდით არასდროს? იმიტომ რომ შინაგანი დარწმუნება გვაქვს იმის, რომ რაც მას შეუძლია აუცილებლად გააკეთებს. ეჭვი არ გვეპარება, პატარა ეჭვიც კი, რომ ის გააკეთებს იმას, რაც ჩვენთვის სასიკეთო არის. ასევე არის ჩვენი ზეციური მამა, თუ ჩვენს ბიოლოგიურ მამას არ სჭირდება გამოცდა, იმას მით უმეტეს ის საუკეთესო მამა არის და მისი გამოცდა უბრალოდ სიბრიყვე არის ჩვენი მხრიდან. რწმენის არასაკმარისი რწმენის ქონა არის ჩვენი მხრიდან. შინაგანი დარწმუნება არა გვაქვს იმისა, რომ ის მამაა და მას არ სჭირდება გამოცდა. დიდება ჩვენს უფალს, ჩემო ძვირფასებო, დიდება ჩვენს მამას. არის კიდევ ერთი მუხლი. ერთი წამით. ეს არის ასის თავის მსახურის განკურნება. კაპერნაუმში რო ეს არის მათეს სახარება მერვე თავის მეათე მუხლებამდე 5-დან 10 მუხლის ჩათვლით. კაპერნაუმში რომ შევიდა, მიუახლოვდა ასის თავი და შეევედრა. უთხრა, უფალო სახლში მსახური მიწევს დავრდომილი და სასტიკად იტანჯება. იესომ მიუგო, მოვალ და განვკურნავ მას. ასის თავმა კი პასუხად უთხრა, უფალო, არა ვარ იმის ღირსი, რომ ჩემს ჭერქვეშ შემოხვიდე, მხოლოდ სიტყვა თქვი და განიკურნება ჩემი მსახური. ვინაიდან? მეც ძალაუფლების ქვეშ მყოფი კაცი ვარ და ჩემს ხელქვეით ჯარისკაცები მყვანან. ერთს ვეუბნები წადი მეთქი და მიდის. სხვას მოდი მეთქი და მოდის. ჩემს მონას ეს გააკეთე მეთქი და აკეთებს. ეს რომ გაიგონა იესომ გაუკვირდა და უთხრა მათ უკან რომ მიყვებოდნენ. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ისრაელშიც ვერ პოვე მე ასეთი რწმენა. დიდება ჩვენს უფალს, როგორც თქვი, ჩვენი უფალი არის იგავების უფალი, იგავებით ხსნის, ლაპარაკობს, გვეუბნება. აქ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის ძვირფასებო, ასის თავმა. ეუბნება ასის თავი, რომ მე ძალაუფლების ქვეშ მყოფი კაცი ვარ. რას ნიშნავს ძალაუფლების ქვეშ ყოფნა? ანუ მას ჰქონდა მისი სახელმწიფოსგან ძალაუფლება მიცემული, რომ ებატონა ჯარისკაცებზე, მონებზე და ასე შემდეგ, იმ ადამიანებზე, ვინც მის დაქვემდებარებაში იყო. და როდესაც გაიგო, რომ იესო ბოროტსულებს დევნის ადამიანებისგან, მისი ხელით ბევრი სასწაული ხვდება, ამბობს, რომ მე ვარ ძე ღმერთისა, პარალელი გაავლო. მიხვდა, რომ როგორც მე ვარ ბატონი იმ ჩემს სამყაროში, რაც მე მემორჩილება და ჩემი სიტყვის საფუძველზე ხდება ყველაფერი, რაც არ უნდა ვთქვა. სულიერ სამყაროში ის არის ბატონი, აღიარა ასის თავმა გამოცხადება მიიღო, რომ სულიერ სამყაროში იესო ქრისტე არის ბატონი და მისი სიტყვის საფუძველზე ხდება ყველაფერი და ეუბნება, რომ
არ არის შენი მოსვლა საჭირო ჩემს სახლში. უბრალოდ სიტყვა თქვი და განიკურნება ჩემი მსახური, იმიტომ რომ არ აქვს მნიშვნელობა იესო, იქ ხარ, აქ ხარ, ჩემს სახლში ხარ თუ სხვაგან ხარ, სულიერ სამყაროში შენ ხარ ბატონი და რასაც იტყვი აღსრულდება. და დიდება უფალს ასის თავს გამოეცხადა ეს და მე პარალელი გავავლე ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებაში მყოფ პირებზე, როგორ მინდა რომ ამ ადამიანებმა იცოდნენ ასისთავისა და იესოს შესახებ იგავი, როგორ მინდა რომ მათ იცოდნენ ეს იგავი და მათაც გაავლონ პარალელი, რომ მათი ძალაუფლება თუ მუშაობს საქართველოში და რასაც ამბობს და ის ხდება, მინდა იცოდნენ მათაც რომ ჩვენი უფალი იესო ქრისტე არის სულიერ სამყაროში ბატონი და მისი სიტყვის საფუძველზე ხდება ყველაფერი. დიდება ჩვენს უფალს. დიდება ჩვენს უფალს ძვირფასებო და კიდევ მოკლედ მინდა ერთი გითხრათ მათეს სახარების ისევ მერვე თავის მე-14 და მე-15 მუხლი ამ ყველაფრის მერე მივიდა იესო პეტრეს სახლში და ნახა მისი სიდედრი მწოლიარე ცხელებით შეპყრობილი შეეხო მის ხელს და მიატოვა ქალი ცხელებამ წამოდგა და ემსახურა მათ. აი ეს მუხლი როცა წავიკითხე ესეთი აზრი მომივიდა ეხლა რასაც ვიტყვი მიმართავ ჩვენი თითოეული ჩვენთაგანის ნათესავებს თითოეული ჩვენთაგანის მეზობლებს მეგობრებს და ყველა იმ ადამიანს ვისაც ჩვენ უმოწმებთ ხოლმე იესო ქრისტეს შესახებ. აქ რაც არის მნიშვნელოვანი მივიდა იესო პეტრეს სახლში ანუ იესო ქრისტე პეტრემ მიიყვანა თავის სახლში სტუმრად და მისი სიდედრი წოლიარე ცხელებით შეპყრობილი დახვდა სახლში. შეეხო მის ხელს და მიატოვა ქალი ცხელებამ წამოდგა და ემსახურა მათ. ჩემო ძვირფასო ნათესავებო, ჩემო მეგობრებო, ჩემო მეზობლებო, როდესაც ჩვენ თქვენი მორწმუნე ნათესავები, მეგობრები და მეზობლები გიმოწმებთ იესო ქრისტეს შესახებ და გეუბნებით რომ მონანიება გჭირდებათ, ეს იგივე არის რაც პეტრემ სახლში მიიყვანა იესო ქრისტე. ჩვენ მოყვავს თქვენთან სახლში სტუმრად იესო ქრისტე. ეს არის პირველი ნაწილი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, მაგრამ არის მეორე ნაწილი ძალიან მნიშვნელოვანი. პეტრეს სიდედრმა იესო ქრისტეს მისცა საშუალება ირწმუნა, აღიარა მკურნალად და უფლად და მისცა საშუალება რომ შეხებოდა მას. და რომ შეეხო მას გაუარა ცხელებამ, წამოდგა და ემსახურებოდა მათ. თუ თქვენ იესო ქრისტეს მისცემთ შეხების უფლებას, როდესაც ჩვენ გიმოწმებთ თქვენ იესო ქრისტეს შესახებ და გეუბნებით რომ უნდა მოინანიოთ. იესო ქრისტეშია ცხოვრება, სიცოცხლე, ის არის აწმყო და მომავალი. უნდა მისცეთ თქვენ იესო ქრისტეს უფლება, აღიაროთ ბატონად და მხსნელად რომ შეგეხოთ უფალი და განიკურნებით თქვენი ცოდვის საწოლიდან წამოდგებით. გეპატიებათ თქვენი ცოდები და რო წამოდგებით ემსახურებით იესოს და არა მარტო იესოს, მოემსახურებით ადამიანებს, რომლებსაც სჭირდებათ მონანიება. იცით, ბევრი ადამიანის სახეზე მინახავს, როდესაც იესო ქრისტეზე უმოწმებ, მინახავს ირონიული ღიმილი. ეს ღიმილი არის ძალიან მწარე ღიმილი არის. თუ არ მოინანიებთ, თუ უფალთან არ მიხვალ და არ ეტყვით რომ შენახარ უფალო მხსნელი და მჭირდები ყოველ დღე და ყოველ წამს, ეს ამ ირონიული ღიმილის ფასს ვერ გადაიხდით, ისეთი დიდი არის საფასური. იმ დღეს, როდესაც წარსდგებით ღმერთის წინაშე, ვისაც მოგმართავთ, ეს ირონიული ღიმილი, თითქოს დაცინვითი ღიმილი მწარედ გაგახსენდებათ. მაგრამ თუ მოინანიებთ ამ ირონიულ ღიმილს და მოინანიებთ უფლის წინაშე, მაშინ ეს ღიმილი გახდება თქვენთვის ნამდვილ სიცილად გადაიქცევა. დიდება ჩვენს უფალს. ეს იყო ძვირფასებო, რაც მინდოდა მეთქვა დღევანდელ დღეს. მოდით წამოვდგეთ მოკლე ლოცვით, დავამთავრებ ჩემს სიტყვას.